სალამი მეგობრებო, მე ვარ კახა ჭუმბურიძე. დღეს ამოვედი გუდაურში მეგობრებთან ერთად სასრიალოდ და ერთად ვნახოთ თუ რა ჯდება სრიალი ერთი დღე გუდაურში და განახებთ ულამაზეს კადრებს. ეხლა კი დავიწყოთ თავიდან. ეხლა არის დილის 7 საათი, გუდაურში გავდივართ სასრიალოდ თბილისიდან. ესე ადრე იმიტომ გვიწევს გასვლა, რომ ერთი დღით ავდივარ და მაქსიმალურად კარგად რომ ვისრიალოთ. სანამ ავალ სანამ თხილამურებს ვიქირავებთ, კი გახდება 10 საათი და 10 საათზეც დავიწყებთ სრიალს. 2 საათი ჭირდება გზას. იმედია რაიმე შეფერხება არ გვიქნება და მშვიდობით ავალთ. თხილამურების ქირავობა დაგვიჯდა 50 ლარი ერთ ადამიანს. ეხლა მივდივართ საბაგიროების ბარათის რიგში, ვდგევართ საბაგიროების ბარათი 70 ლარი ღირს. ჯამში 120 ლარი საბაგირო და თხილამური. სერგო როგორი განწყობა? განწყობა კარგია, თოვლიც იდეალურია, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხია. ამდენი ხალხი მე აქ არ მინახავს. ყველგან რიგია, ყველა საბაგიროსთან. ერთი წელი არ მისრიალია და თურმე ძალიან მომნათრებია. საბაგიროთი ავალთ ეხლა და დავუშვებით ამ წელს პირველად. ვინც არის ცრიალი და ფიქრობთ, რომ თხილამურებით სრიალი რთულია, არ არის ასე რეალურად ბევრად მარტივია ვიდრე გონია. პირველ დღეს სწავლობ ბალანსს, გაჩერებას და მარტივ დაშვებებს. 2-3 საათშიც კი შეგიძლია ისე დაეშვა, რომ თავი კომფორტულად იფიცნო. რა თქმა უნდა, თავიდან ცოტა ვარდნები იქნება, მაგრამ ეს პროცესის ნაწილია, რას ვიზავთ. სამი-ოთხ დღეში უკვე ნორმალურად ისწავლეს სრიალს და დაახლოებით ერთ კვირაში შეგიძლია საკმაოდ კარგი კონტროლიც გქონდეს და უფრო რთულ ტრასებზეც გადახვიდეთ. თავარი არ შეგეშინდეს, დაიწყო ნელა და ისიამოვნე პროცესით. ასე რომ თუ აქამდე არ გიცდია, გუდაური იდეალური ადგილია დასაწყებად. შეიძლება თავიდან ცოტა გაგიჭირდეს, მაგრამ ძალიან მალე მიხვდები, რამდენად მაგარი შეგრძნებაა. ერთი საინტერესო რაც შეამჩნია დღეს, გუდაურში ადამიანების უმეტესობა ქართველები საერთოდ არ არიან. დაახლოებით 80% უცხოელია და განსაკუთრებით ბევრი ტურისტი არის ისრაელიდან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად პოპულარული გახდა გუდაური უცხოელებისთვის. ხალხი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდის, რომ აქაური ტრასები, თოვლი, გარემო გამოსადოს და ყველაფრით ისიამოვნოს. ამას რომ უყურებ, კიდევ უფრო მეტად აფასებ რა მაგარი ადგილი გვაქვს. Იდობა გაქვს? ჩამიჭრა გზა რა. არა უშოს. ხდება ხოლმე. თავარია კარგად ხარ. სწავლას რაც შეეხება, თუნდაც ერთად არის გამოცდილი მოთხილამურე, რომელიც სრიალს კარგად ფლობს და შეძლებს საფუძვლების ახსნას, შესაძლებელია ინსტრუქტორის გარეშეც დაიწყოთ სწავლა. თუმცა თუ სრიალს დამოუკიდებლად ყოველგვარი გამოცდილების გარეშე აპირებთ, დიდი ალბათობით ბევრ სირთულესა და შეცდომას წააწყდებით.
სწორედ ამიტომ დამწყებისთვის რეკომენდირებულია ინსტრუქტორის აყვანა. პროფესიონალი ინსტრუქტორი დაგეხმარებათ საფუძვლების სწორად აფიქსებაში, როგორიცაა ბალანსი, უსაფრთხო დამხურჭება და სწორად მოხევა. ეს არა მხოლოდ სწავლას გაგიმარტივებთ, არამედ დროსაც მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ და ტრამვის რისკსაც შეამცირებს. საბოლოოდ ინსტრუქტორთან სწავლა უფრო ეფექტური და უსაფრთხო გზაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სრიალს პირველად იწყებთ. ინსტრუქტორი რომ აიყვანოთ, დაახლოებით დაგიჯდებათ 100-დან 200 ლარამდე. ისევ გავიმეორებთ, თხილამურები ერთი ადამიანი 50 ლარი დაგვიჯდა, საბაგიროს აბონემენტი 70 ლარი ერთი დღე, სხვა სათხილამურო კურორტებთან შედარებით ძვირია, ალბათ იმიტომ, რომ გუდაურს უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს. მაგალითად, ბაკურიანში საბაგიროს აბონემენტი 55 ლარი ღირს, სვანეთში თუ სწორედ მახსოვს 40-50 ლარი. თხილამურების ქირავობაც უფრო იაფი დაგიჯდებათ სხვა სათხილამურო კურორტებზე, ვიდრე გუდაურში. როგორი განწყობა სერგი? შვენიერი. საცობები რო არ იყოს და რიგები რო არ იყოს, ძალიან მაგარი იქნებოდა რა. არა. თოვლი მაგარი. თოვლი გავიხსენებ. აქედან აფრენ პარაპლანით და ეხა ვიკითხე და ქართველებზე ღირს 250 ლარი და უცხოელებზე 350 ლარი. ნუ მე გამიგონია ესეთი რა გამოთქვა მთებშია თავისუფლებაო და თავისუფლება ქართველებს კი არ გვაკლია ოდითგანვე, მაგრამ ხანდახან განტვირთვისთვის უნდა ამოხვიდე ხოლმე კაცი რა. ამ თბილისის ყოველდღიურ რუტინას და სამსახურის რაღაცებს მოცილდე და ყოველთვის ვერა, მაგრამ წელიწადში ერთხელ თუ ამოხვალ თუნდაც ერთი დღით სიმბოლურად ეგეც რამეა. მით უმეტეს რომ ესეთი მზიანი ამინდი ხშირად არ გვაქვს ხოლმე რა. დღეს გაგვიმართლა ამინდში. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი ხალხია და დიდი რიგებია საბაგიროებთან, საერთო ჯამში მაინც კარგია, იმიტომ რომ იდეალური ამინდი დაგვემთხვა, სათხილამურო ტრასებიც ძალიან მაგარია. დღევანდელი დღით ასე თუ ისე კმაყოფილები ვართ რა. კაია მაინც რეალი. ნუ ეს ამ ამინდს სპეციალურად დავუმთხვიეთ რამოდენიმე კვირით ადრე, ქარი რომ არ ყოფილიყო, თოვლიანი ამინდი რომ არ ყოფილიყო, ანუ თოვლი რომ არ ყოფილიყო გამოცხადებული და მზიანი ამინდი გქონოდა, იმიტომ რომ მზეში სრიალი გეცოდინებათ, კარგია, თოვლში ხილვადობა ნაკლებია ხოლმე, თოვლი რომ მოდის, ხშირ შემთხვევაში ნისლიც არის ხოლმე და ნუ არ არის კარგი რა, სრიალი თოვლში რა. მზეში ყველაზე კაია თან, არ გცივა, ეხა ჩვენ კი გვაცვია, ეხა ქურთუკები, მაგრამ დამიჯერეთ მხოლოდ ჰუდითან, რამე მოკლემკლავიანი ზედითაც იდეალურად ისრიალებთ, ისე რომ არ შეგცივდებათ რა. ისეთი ამინდია. ეხლა კი წავიდე და გავაგრძელოთ სრიალი.
ჩემთვის ეს არის ადგილი, სადაც თოვლი მთები, თავისუფლების შეგრძნება ერთიანდება. იმედი მაქვს თქვენც იგრძენთ ეს ატმოსფერო ჩვენთან ერთად. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, გვირდებით ძალიან ლამაზ კადრებს შემოგთავაზებთ.